ზაფხულის სეზონისთვის აქტიური სამზადისია გორში. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს. გარდა ამისა, სამუშაოები ტარდება ქალაქის მასშტაბით მდებარე რეკრეაციულ სივრცეებში, რათა მოსახლეობამ ცხელი დღეები კეთილმოწყობილ გარემოში გაატაროს. გაერთიანების ხელმძღვანელი ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზეც საუბრობს და მოსახლეობას მიმართავს. საზაფხულო სამუშაოები აქტიურად გვაქვს დაწყებული 1 ივნისიდან ივნისამდე მოვაწესრიგეთ მთლიანად დასვენების პარკი ახალბაღი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ობიექტი ქალაქში, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს, არის სრულად მოწესრიგებული. ამასთან ერთად ქალაქშიც მიმდინარეობს გათიბითი სამუშაოები, ყველა სკვერში მოხდა შემოვლა, რათა ამოიცოლოს პატარა ნაგვისურნების, კამები, განათება, რომ გამომდინარე ცხელი ამინდებიდან ადამიანების თავშეყრის ადგილები იყოს მოწესრიგებული. კი, ვანდალიზმის ფაქტები არის ჩვენ დასამწუხაროდ ძალიან ბევრი, როგორიც არის დასვენების პარკში, ასევეა ქალაქის მასშტაბით გამორჩეულად აღნიშნავ არის ვოლოგდის დასახლების სკვერი, თითქმის ყოველ კვირას გვიწევს მიწისქვეშა გადასასვლელების განათებები, თითქმის ყოველ კვირა გვიწევს მათი აღდგენა, დასუფთავებაზე რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ. ამიტომ ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ შეიძლება გაუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს, ვისწავლოთ მისი მოვლა, რათა ჩვენ შვილებს და იმ ახალგაზრდა ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად ისვენებენ პარკში, ჰქონდეთ მოწესრიგებული ადგილები.